ოზურგეთის საავადმყოფოში ბოლო 24 საათში 2 ახალშობილი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ, რადგან მათი თქმით ორივე მშობი არა ერთი და იგივე მედიკოსმა მიიღო. ერთ-ერთი ახალშობილის ოჯახმა ექიმის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საკითხს ჯანდაცვის სამინისტროც იკვლევს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სამედიცინო დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს და უწყება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს სწორედ ამ ტიპის მოკლების შემდეგ გააკეთებს. Ატკივდა მუცელი რა, ღამის 12-ის ნახევარი იყო, რომ ამოვიყვანეთ აქ. ავედით, კიდე გასინჯა, კიდე ყველაფერი წესრიგშია მომითხრა. მეუთხარი კიდე გავუმიორე, რომ თუ კი რამე საგეისრო გაუკეთე, მეუღლემაც ეხვეწა, რომ საგეისრო გამეკეთეო და ამ ხანმა არანაირად არ ხნა ეს. და მე ამდილით 6 საათზე შედეგს მივხედავთ აქ, რომ მისი დაუდევრობით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გარდაიცვალა ჩემი შვილი. რა ხდება, მოხარ მოგვეცით ვიღაცამ პასუხი, არავინ არაფერი გამოვიდა ტელეფონი რეკას და მე ჩემი და მელაპარაკება ბავშვი მომიკლესო. გავგიჟდი, ვის მოვთხოვო პასუხი, როგორც აიღო პასუხი მგებლობა თავზე ეს მარინა გორდელაძე მისცი, აგოს ბოლომდე პასუხი გააქვს ეს პასუხი გამოვიდა და დაგველაპარაკოს. დაბადებისთანავე ახალშობილს აღინიშნებოდა მძიმე ასფიქსია და იქაც რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უეფექტო. ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა გვამის ექსპერტიზაზე, ახალშობილის გვამის ექსპერტიზაზე გადატანა. შეტყობინება გავაკეთეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, ისტორიები გადავეცით რეგულირების სააგენტოს, არანაირი პრობლემა არ არის, პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იქნება დასჯილი თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. კომისია უკვე ფაქტიურად გზაზე არის და დღეს რამდენიმე ხანში უკვე პატრულზე მოკვლევა საკითხის დაიწყება. შედეგებს დაველოდოთ და ინტერესის შემთხვევაში რამდენიმე ხანში დასწრები იქნება.